ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბუაჩიძეები დახმარებას ითხოვენ. 7 სულიან ოჯახს უკვე 9 წელია ავარიულ სახლში უწევს ცხოვრება, მცირე შემოსავლების გამო ისინი შენობის შეკეთებას ვერ ახერხებენ. ბუაჩიძეებზე სიუჟეტი ჩემო კოლეგამ ანა კოსტანაშვილმა მოამზადა. ახსნილია ეს კედელიც და წყალი ჩამოდის ყველა მხრიდან საერთოდ. დაბზარული კედლები, დაზიანებული სახურავი და ჩამსხრეული მინები, სადაც სიცივის შესაკავებლად პოლიეთილენის პარკია გაკრული. ბუაჩიძეები 7 სულიან ოჯახს უკვე 9 წელია, რაც გაჭირვებაში უხდებათ ცხოვრება. ამ პატარა ოთახში 5 მცირეწლოვანი შვილის ახსაზრდელად ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ აქვთ. როგორც თინათი ბუაჩიძე ამბობს, ხშირად მეზობლები, როგორც ტანსაცმლით, ისე საკვებით ეხმარებიან. სახლიც კიდე ისეთ პირობებში არის, რომ ინგრევა. წყალი ჩამოდის, კი წინა ოთახშიც ჩამოდის წყალი შიგნით, აქაც ჩამოდის. და უკანა მხარეს უგახსნილია და სულ იმის შიში ვარს, რომ ან არ გადაინგრეს, რომ ბავშვებს არაფერი დაემართოთ. გვეხმარება ხალხიც, ხან საკვებით, ხან იმით ბავშვებს ტანის ამოსით და რავი, ვართ ეს. ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბუაჩიძეების მრავალშვილიანი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა, რითაც თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირთ. თინათი ბუაჩიძე ამბობს, რომ პანდემიამ მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან დამატებით შემოსავალს სახლების დალაგებით შოულობდა. რაც პანდემია დაიწყო, ჩემს სულ არ აქვს, არც მანამდე არ ქონდა და სოციალურით ვიჩენდით თავს რაღაცნაირად ვანაწილებდით, რომ რაღაცა ბავშვებს ელემენტარული გვეყიდა. ვალაგებ, ხან მეზობელთან მუშაობ ხოლმე, ხან სოკოს თესავ, ხან რაღაცას ვაკეთებ, რომ პატარა ორი კაბიკი რაღაცა შევეშველო და ოჯახში შემოვიტანო. ბუაჩიძეებმა დახმარების თხოვნით მიმართეს ხაშურის მერიას. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებლები საცხოვრებლის სახურავის შეკეთებას ან საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფას ითხოვდნენ. როგორც აღმოჩნდა, ხაშურის მერიამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან უწყებაში აღნიშნული პროგრამა არ აქვთ. მოქალაქე თინათი ბუაჩიძეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული აქვს დახმარება, როგორც გასულ წელს, ისევე მიმდინარე წელს, როგორც მრავალშვილიან დედას, რაც შეეხება წერილს, რომელთაც ის ითხოვს კერძო სახლის სახურავის შეკეთებას. ამ ეტაპზე, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოხდება კერძო სახლების სახურავების შეკეთება, ეთქვა უარი, თუმცა თუ პროგრამულად რამე შეიცვლება, აუცილებლად მას გაეწევა შესაბამისი დახმარება. ავარიულ სახლში მცხოვრები ჯერ ისევ დახმარების მოლოდინში არიან. მათ იმედი აქვთ, რომ ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ხაშურის მერია ყურადღებას მიაქცევს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ამბობს, რომ თუ საცხოვრებელი დროულად არ შეაკეთეს, შენობა ზამთარს ვერ გაუძლებს და დაინგრევა.